სახელითა მამისათა, დადისათა, სულისა წმინდისათა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგურთოთ, გაგაძლიეროთ, წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზის ლოცვა-კურთხევა შეგეძიოთ, განვაგრძოთ ყოველდღიური სახარების კითხვა. ეს იკითხება ლუკას სახარების მე-9 თავის 7:11 მუხლები. ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთავარსა ყოველნი იგის საქმენი, რომელი მის მიერ იქმნებოდეს და განიზრახვი და რამე თუ იტყოდეს ვინმე, ვითარმე იოანე ნათლის სემელი აღდგომილ არს მკვდრეთით. ხოლო რომელიმე იტყოდეს ელია გამოჩნდა და სხვანი იტყოდეს წინასწარმეტყველი ვინმე პირველითგანი აღდგომილ არს. ხოლო ჰეროდე თქვა იოანეს მე თავი მოვკვეთე, ხოლო ესე ვინ არს რომლისათვის ესე ვითარი მესმის არა ვიცი და უნდა ხილვა იმისი და მოიქცეს მოციქუნი და უთხრეს იესოს რაუდენი ქმნეს და წარიყვანა იგინი და განეშორა თვისაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ქვია ბეთსაიდა. ხოლო ერმან მან აგზნა და მისდევდეს მას და შეიმთხვინა იგინი და ეტყოდა მათ სასუფევლისათვის ღმრთისა და რაოდენთა უხვდა განკუნებდა. ეს იყო დღევანდელი სახარება, ახლა მცირედით შევეხოთ მის განმარტებას. ნახეთ, ესმა ჰეროდეს მეოთხე მთავარსა ყოველნი საქმენი. ანუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების განმავლობაში მოგეხსენებათ მრავალი სასწაულს და მრავალ ესე ვთქვათ დიდ საქმეს აღასრულებდა განკაცებული ღმერთი. და ჰეროდეს ესმა, ვინ იყო ეს ჰეროდე? ეს იყო ჰეროდე დიდის უმცროსი შვილი, რომელიც ტექსტიდანვე ვიგებთ, რომ მან თავი მოკვეთა იოანე ნათლისმცემელს. ახლა ამ ისტორიას არ შევეხებით, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უწყით თუ რატომ და რისთვის მოკვეთა იოანეს თავი. მან მისი უჯულო საქმეები, რომ აღარ გავიხსენოთ დღევანდელ სახარების განმარტებაში და წარმოიდგინე, მთელი იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ვიდრე სიკვდილის არეცლამდე ბოლომდე ახსოვდა ეს მომენტი. წარმოიდგინე, რაღაც ხდება, რაღაც მომენტია და ეგრევე იოანე ნათლისმცემელი უტივტივდება. მისი საქმე, მისი ბოროტებანი უტივტივდება სინდისი ამ ხელს, რომ თავი მოკვეთა. ნახეთ, კიდევ მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ მკვდრეთით აღდგომაზე. ეგონათ რომ მკვდრეთით აღდგომა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იქნებოდა იგივენაირი ხორციელი ცხოვრება. ამიტომ ამბობს, რომ მე იოანეს თავი მოკვეთა და იგი ხომ არ არის მკვდრეთით აღდგომილი. ანუ იგივენაირად ფიზიკურად, ესე ვთქვათ, მატერიალურ ცხოვრებით. მაგრამ ჩვენ ხო განმარტებით და პირდაპირ ვიცით, მკვდრეთით აღდგომის ჟამს და მარადიულ ცხოვრებაში აღარ იქნება ხორციელი ცხოვრება, ფიზიკური ცხოვრება, არამედ როგორც ამბობს მაცხოვარი, როგორც ანგელოზნი ზეცაში ისე იქნებიან ადამიანები. ანგელოზებრივი ცხოვრება იქნება ზეცაში. და ამავდროულად, ნახე ხო ამბობენ, რომ ზოგი ელია წინასწარმეტყველი, ზოგი სხვა პირველგან წინასწარმეტყველი აღდგომილ არს მის სახით, მისი დიდებული საქმეები მიასწავლებდა ამის შესახებ, რომ არა თუ რა ჩვეულებრივი წინასწარმეტყველი, მაგრამ უდიდესი წინასწარმეტყველია. და ჰეროდე ამბობს, რომ მე რომელსაც თავი მოკვეთე იგი არსო და უნდა ხილვა მისიო. და განმარტებელი ამბობს, უნდა და ეხილა და იცნობდა იოანე არის თუ არა. როგორი საინტერესოა, რომ ეხლა თუ იოანე მიხვდება წარმმთელი ცხოვრება, როგორ ტანჯავდა ეს მისი უჯულო საქმე, მაგრამ მისი სიკვდილი ძალიან ძიმე და მწარე იქნება, როგორც შემდგომ ეკლესიის ისტორია მოგვითხრობს მისი აღსასრულის შესახებ. და ამის შემდგომად უკვე მოციქულებთან ერთად მაცხოვარი გადის ბეთსაიდის უდაბნოში, სადაც ხალხი რო გაიგებს, რომ იქ არის მრავალი ადამიანი მაინც გახვდება. და ეს ის წინა ესე ვთქვათ მომენტია, როდესაც შემდგომ უკვე 5000 ადამიანს დააპურებს. ეს ხალხი მიხვება უდაბნოში დაუსახლებელ ადგილას, სადაც ესე ვთქვათ არ უფიქრია ხალხს, აი ხვალინდა სახარებაში იქნება წაკითხული, არ უფიქრია ხალხს, რომ რაიმე საკვები მაინც წაეღოთ, ესე შორგზაზე რომ მიდიან და მრავალი და ეტყოდა სასუფევლისათვის 1000. ანუ სულის ცხონების შესახებ ასწავლიდა მაცხოვარი რა და ამავდროულად ვის ვრა იუხვდა ეძლეოდა სასწაულებრივად, აძლევდა, ანუ მასზე სასწაულებს აღასრულებდა მაცხოვარი. ვის რა იუხვდა ნიშნავს, რომ უძლურნი ბრმეები, მკელობრები და ასე შემდეგ. როგორ ჩამოთვალოთ თითო სახე უძლურებისა, ვის რა სჭირდებოდა, აძლევდა მაცხოვარი. სხვა ადგილებში ხშირად გვესმის მაცხოვრის მოწოდება გწამს, რომ ეს შემიძლია, გწამს, რომ ესე ვთქვათ, გააქის სარწმუნოება, რომ განიკურნო, მოგეცეს სასწაული, მაგრამ აქ ხედავთ, რომ არაფერი ამის შესახებ არ ეუბნება მაცხოვარი და ვის რა სჭირდება პირდაპირ აძლევს. რატომ? ამ დროს არ იყო ადამიანების რწმენა საჭირო? არა. ადამიანები ამ გზაზე რო გაყვნენ, ყველაფერი რო დაუტევეს, მშიერნი რო დარჩნენ, ეს ყველაფერი იყო უკვე რწმენის გამოხატულება.
ანუ საქმეების წმენის გამოხატულება და ამიტომ აღარ ეკითხებ მაცხოვარი რომ და ამიტომ აღარ სთხოვს რომ თავისი სარწმუნოება დაადასტურონ სიტყვით და ასე შემდგომ. ანუ მათი საქმეები უკვე ნიშნავდა რომ მათ წამდათ ქრისტესი. ამიტომ იყვებიან. და ამიტომაც ეძლეოდათ და განიკურნებოდნენ თავისი უძლურებებისაგან. და ნახეთ, აი ეს არის ზუსტად ჩვენთვისაც ძალიან დიდად შემასწავლებელი, რომ ჩვენი რწმენა უნდა ესე რომ ვთქვათ მარტო არ უნდა რჩებოდეს ბაგეებით გამოხატული რწმენად. ჩვენი რწმენა უნდა იყოს საქმეებით გამოხატული რწმენა. რომ მრავალი უნდა ჩვენი თანამოქალაქე ქრისტიანი, ჩვენი და-ძმა ამბობს რომ წამს, მაგრამ მისი საქმეები შორს არის სარწმუნოებისაგან. აი როგორც ისაია წინასწარმეტყველი ამბობს რომ ჩემი მათი ბაგეებითო ცემენ პატივსო ღმერთს, მაგრამ საქმეები და მათი გული განშორებულია საერთოდ მის სიტყვებთან და თუ გწამს, უნდა მიუყვებოდეთ მაცხოვარს. მაცხოვარი საიდკენ მოგვიწოდებს? მაცხოვარი მოგვიწოდებს მისი ეკლესიისაკენ. მისი, ნახეთ, მაცხოვრის გაყოლა, აი მაშინ რო უდაბნოში გაყვნენ. დღევანდელ დღეს რო გადმოვიტანოთ, ვინ არის თავი ეკლესიისა? ქრისტე. ეკლესია რაც წარმოადგენს? მაცხოვრის მისტიურ, საიდუმლო სხეულს. და თუ გვინდა აი იმ დროინდელი ადამიანები გავყვე და მივიღოთ წყალობა, ეკლესიაში უნდა მოვიდეთ, იმიტომ რომ აქ არის ქრისტე. ჩვენ თითოეულ საქმეებში არის ქრისტე. თითოეული ჩვენი ნაბიჯი, თითოეული ჩვენი ქმედება, საუბარი უნდა იყოს, ისე რომ ვთქვათ, ქრისტესკენ მიმართული. და ერთ-ერთი მამა ამბობს ესეთ ტკბილ შეგონებას, რომ აი როგორ უნდა გავიგოთ სათნოა თუ არა ჩვენი საქმეები ღვთისათვის და მოდი აი ცოდვებთან ბრძოლაში აქვს ეს გადმოცემული რომ შეხედეთ აი ცოდვის მომენტს დააკვირდით, ცოდვას დაუფიქრდით, ანუ იფიქრეთ აი სანამ ცოდვი დაეცემ, სანამ ცოდვისკენ მიხვალ, სათნო არის თუ არა ეს საქციელი ქრისტესთვის. ქრისტეს გულს გაუხარებს თუ არა ჩემი ეს კონკრეტული საქციელი. იქ მისვლა ეს ცოდვის აღსრულება თუ ასე შემდგომ და თუ უნახავთ რომ არა, მაშინ ეს საქმე უნდა დაუტევოთ. და ყველა ეს საქმე არის ცოდვა, რომელიც განმაშორებს ქრისტეს. და ჩვენი რწმენა გამოვხატოთ, რომ ისევ დაუბრუნდეთ ტექსტს, ჩვენი რწმენა გამოვხატოთ ჩვენი საქმეებით, ეკლესიაში მყოფობით, ჩვენი ლოცვით, ჩვენი მოუკლებელი ლოცვით, ჩვენი მოუკლებელი ხსოვნით ღვთისადმი. და ნეტარი ავგუსტინე ამბობს ესეთ ძვირფას სიტყვებს, რომ კარგად ის ცხოვრობს, ვინც კარგად ლოცულობს. და დავაკვირდეთ, არ ლოცულობთ, ესე იგი კარგად არ ცხოვრობთ სულიერად. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და მოგცეს ძალა სულიერი ცხოვრების შეგვეციოს და გვაკურთხოს ქრისტემა.